ცივილიზაცია სხვაგან არის. კაცობრიობის რაღაც ისტორია იწერება სხვაგან და ჩვენ აი უბრალოდ რომ მივხვდეთ რამდენად სოფელი ვართ, აი სოფელი ცუდი გაგები. აგერ კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს რომ მთავრობა არ უნდა აფინანსებდეს მედიას. ეს ადამიანს აიტაცეს კოცებმა. საერთოდ კოცებმა დააშია, იმედმა დააშია, საზმაოზე ნახე გარჩევა რომ თურმე ამ ყოლაფრის და ზივარ დავუყურებ და მე კი ვეთახვები იმ ადამიანს კაც. სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს მედიას. მაგრამ საზმაო ამბარაუბედურება. კოცებმა გაიგეს რომ თურმე რადიო თავისუფლება ცუდია და ოპოზიციამ არც კი შეიმჩნია ეს გარემოება. მაგრამ და თუ უბრალოდ წერა კითხვა შეგიძლიათ, რაღაც გააზრება შეგიძლიათ, იქ ნათქვამია რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს ტელევიზიაზე, იგი საზმაო უნდა გააუქმოთ. განათლების სამინისტროს აუქმებენ. აქ არავის არ ლაპარაკობს. კოცები საწინააღმდეგოს აკეთებენ, განათლების სამინისტროს აძლიერებენ. ოპოზიციაში ამაზე არავის პოზიცია არ აქვს. სოციალური დახმარების აუდიტი დაიწყეს. 100 მილიარდიანი ფაქტობრივად სქემა იპოვეს, როცა სოციალური დახმარება ერიცხებოდა ადამიანებს, რომელსაც არანაირი იდენტიფიკატორი არ ჰქონდა. თვითონ სოციალური დახმარების სისტემის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ საუბრობთ მინიმუმ ნახევარი არის თაღლითობაო. ვინმე საუბრობს, რომ მაგალითად ჩვენ დავიწყოთ რაღაც ჩვენი სოციალური დახმარების ჯანდაცვის სამინისტროს რაღაც ეს გარე აუდიტი. არა. ფინანსთა სამინისტროში აუდიტი ხდება მაგალითად და ამის თაობაზე კონსტიტუციური კრიზისი მზადდება ამერიკაში, იმიტომ რომ სერიოზული დისკუსია მიდის, რა არის მოსამართლის დისკრეცია, რა არის მთავრობის დისკრეცია, როგორ ხდება ასე ვთქვათ, ამ სხვა ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლი. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. და აქეთ ერთპიროვნული მმართველობა და აქეთ ოპოზიციაში არც არის წარმოდგენა რა უნდა ქნა რომ ხელისუფლებაში რომ მოხვალ. ერთპიროვნული მმართველობის დასრულების გირჩისებური გეგმის იქეთ რამე არსებობს ამ ქვეყანაში? ფედის, ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩვენ რასაც ეროვნულ ბანკს ვეძახით, აი იმის ანალოგი ამერიკაში, იმის აუდიტი ჩავატაროთ. და ეს არის ისეთი ამბავი, რომ მე უბრალოდ აი დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. იმიტომ რომ ეს არის არათუ ამერიკელების სამყაროს ძარცვის ერთ-ერთი უბრალოდ მთავარი ინსტრუმენტია. დოლარების ბეჭდის ინსტრუმენტია რა, რომელთაც იბეგრება ყველა ჩვენის ჩათვლით. ტრილიონი დოლარებით რო იბეჭდება, ეს ყველაფერი ამერიკის ეკონომიკაში რჩებოდეს, ინფლაცია იქნებოდა, დაიბეგრებოდა, ღარიბი ფერმერი ამერიკაში ფინანსური სექტორის სასარგებლოდ, რაც ჩვენი ეროვნული ბანკი აკეთებს, ანუ გლეხებს ბეგრავს ბანკირების სასარგებლოდ. ანუ ეროვნული ბანკი ასე მუშაობს, ანუ არსი ამაშია, რომ ყველაზე ღარიბები და ფინანსური ცენტრისგან დაშვრებული ხალხი დაბეგრო, რომ ფინანსური სისტემა და მთავრობა დაასუბსიდიროს. ლამაზი სიტყვებია ყველგან ეროვნული ბანკი, ეროვნული ვალუტა, მონეტარული პოლიტიკა, ხალხტუკიანი ხალხი გამბოდის და სერმოსახლად ლაპარაკობ, რომ თაღლითები არიან ჩვეულებრივი. აი ეს რაღაც ინფრასტრუქტურა მოწყობილი, ტყუილის, ხალხს ატყუებ და წამოვიდნენ რომ აი ამ სისტემაში შეყოს თავი მასკისნაირმა ტიპმა, დედაეტირება ყველაფერს. ანუ ეს მთელი მაქინა, რომელიც რაღაც ტრილიონობით დოლარის დაბეგრის ინსტრუმენტია ხდებით, აი ტრილიონობით ბეგრავს სამყაროს. აი ამის აუდიტი თუ მოხდა და თუ გაერკვა რა ხდება, ну არ ვიცი, აი მართლა მგონია რომ უფრო ის ხალხი ვინც ამისგან დაზარალდება, მთელი ფინანსური სისტემა სოფლიო მასშტაბზეა საუბარი. თუ ეს გამოუვიდა მასკს, ჩვენ უბრალოდ სხვა სამყაროში გავიღვიძებთ. ეს თუ ჩამოიშალა, ანუ უბრალოდ ამორჩეულმა თუ დაინახა, თურმე როგორ ძარცვავდნენ, ეს ხალხი ქუჩაში ვერ გავა. ჩვენო მოსახლეობა რომ გაიგოს, რომ მაგერ ვიღაც ხალხი ზის და ფულის ბეჭდით მილიარდობით ბეგრავს, ისე რომ არც ეკითხება, არც არანაირი კონტროლი არ არსებობს. თუ ეს მართლა ჩვენო მოსახლეობამ გაიგო, რომ სოფელში ტიპი ცხოვრობს, მუშაობს და მაინც ვერ მდიდრდება, იმიტომ რომ ბანკირი ძარცვავს ახლა იმ მომენტში, არა სესხით და რაღაც, აი მინა რომ ფული იბეჭდება. და ეროვნულ ბანკმა ეს მოთქვა. ეს თუ დაინახა, აი პირველად აიღებს, ქვას აიღებს და წავა ეროვნული ბანკის შენობასთან და დედას უტირებს და მართალი იქნება რაც თავარი. აი ეს ხდება ამერიკაში და აქ არაფერი არ ხდება, ანუ ჩვენ აი სოფელში ვართ ხდებით. არავის არ აღელვებს ეს ჩვენი კონსტიტუციური ჭუბი. ფეხებზე კიდია სამყაროს და ისტორიას. მე არ ვიცი, რატომ ამორჩეულს უხარია, რომ აი ასეთ პოლიტიკურ სოფელში და ცივილიზაციის რაღაც პერიფერიაზე არსებობს. მე არ ვიცი, მე სამყაროს თუ შეხედავთ, რავი, მე მინდა რომ აი იმ დისკუსიის ნაწილი ვიყოთ, იმ სამყაროს ნაწილი ვიყოთ.